საჭირო არის დათმობა, საჭირო არის აღიარება რაღაცეების, მაგრამ შეიძლება კომპრომისი. თუ არა, და ეს არის რეჟიმის ჩამოსვლა, რომელიც თავისით იშლება. ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტის პროგნოზით ორივე გზა ახალ არჩევნებამდე მიდის. არჩევანი კი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ოლიგარქსია. სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ნაკლებად მტკივნეულ გზად კომპრომისს თავაზობს და მოლაპარაკებების მაგიდასთან იწვევს მარტოს ან სხვებთან ერთად ხელახალი არჩევნების თარიღის გადასაწყვეტად. ვადი სათულა დაწყებულია. ეს წინადადება ძალაში 29 დეკემბრამდეა, ანუ ქართული ოცნების ახალი არაღიარებული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. პრინციპში მარტოც რომ მოვიდეს არა უშავს. მეც ვიქნები მაშინ მარტო და ვილაპარაკოთ. და ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო, იმიტომ ეს კრიზისი აღარ ითმენს და თუ ამ კვირაში თუ მოვიდა იმ აზრზე, რომ ამ ქვეყანას გავუფრთხილდეთ, ამ საზოგადოებას გავუფრთხილდეთ, დავაწყნაროთ და მივცეთ ის, რაც არის გასაღები ნამდვილად დაწყნარების და მშვიდობის, მაშინ შევხვდეთ რაღაც გადავდოთ ამ კვირაში 29-მდე. თუ არა, მეორე ვარიანტი ამ და მაინც მივდივართ არჩევნებამდე, მაგრამ მივალთ არჩევნებამდე ამ რეჟიმის ჩამოშლით. სხვა გზა არ არის, უკვე იშლება ეს რეჟიმი და ეტყობა. აქ არავისი ხელი არ არის, არც ომის პარტიის, არც ღომის პარტიის, არავისი ხელი არ არის. არის თქვენი ხელი, ვინც ხართ ძალაუფლებაში, იმიტომ რომ დროზე ვერ მოხვედით გონზე. თუ ოლიგარქი კომპრომისს არ აირჩევს, სალომე ზურაბიშვილის მეორე სცენარით, მას ძალაუფლების დათმობა გაცილებით მტკივნეული პროცესით და მეტი დანაკარგით, მაგრამ მაინც მოუწევს. ახლა ეს ივანიშვილის პასუხის მოლოდინშია. მანამდე აანონსებს, რომ დროს არ კარგავს და ახალი არჩევნების მოსამზადებლად სპეციალურ სამუშაო საბჭოს და დოკუმენტს შექმნის, რომელიც ახალი არჩევნების ეგრეთ წოდებული გზამკვლევი იქნება. ეს განცხადება პრეზიდენტმა დღის ბოლოს ორბელიანების სასახლიდან გააკეთა. მას შემდეგ რაც გუშინ რუსთაველის გამზირზე ჯერ სცენა წაართვეს, შემდეგ კი სახელდახელოდ მოწყობილ პედესტალზე მიკროფონის გაუთიშეს. მოვიდეს ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზათა ვარ, რომ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ რიცხვი არჩევნების დანიშვნის უნდა შეთანხმებული იყოს 29-მდე. ახალი არჩევნებისთვის მომზადების პროცესს 4 ოპოზიციური პარტია უერთდება. ისინი ქართულ ოცნებასა და ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკების იდეასაც იზიარებენ და მზად არიან დისკუსია ერთადერთი მიზნით ხელახალი არჩევნების თარიღის ჩასანიშნად გამართონ. მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ერთადერთ საკითხზე დისკუსიაში, როდის უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები და რა წესებით და პირობებში უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. ანუ ვიზიარებთ სრულად სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით. ვადისათვლა დასწყებულია ამ კვირაში საბოლოო პოზიციები უნდა ჩამოყალიბდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ვერ შედგება მოლაპარაკება, ვერანაირი მოლაპარაკება პოლიტპატიმრების შესახებ. ეს არის მოთხოვნა, რომელსაც არც არაფერი არ დააკლდება და არც არაფერი არ მოემატება ჩვენი მხრიდან. იქნება მტკიცე ბოლომდე, სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ დისკუსია შეიძლება არსებობდეს უბრალოდ თარიღთან და ფორმებთან დაკავშირებით. ჩატარდეს თუ არ ჩატარდეს ახალი არჩევნები, ამ საკითხს სადაოდან სადისკუსიოდ არც ოპოზიციური კოალიციები და არც საქართველოს მოქალაქეები არ ვსვამთ. ოპოზიციონერი ლიდერები დარწმუნებულები არ არიან, რომ ოლიგარქთან და მის პარტიასთან ამგვარი შეხვედრის დრო და ადგილი უახლეს დღეებში გაირკვევა. თუმცა, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ადრე თუ გვიან ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგში ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს პირადი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის გარანტიების მოპოვების სურვილი ჩაანაცვლებს. ერთადერთი მისთან ციხებალის მოლაპარაკებები არის ცხადია ბიძინა ივანიშვილი და არა მისი რაღაცა მარიონეტები. ამ ნაწილში ცხადია სალომე ზურაბიშვილმა რაც განაცხადა, ეგრე არის ცალსახად. არ შეეხება იმას, რამდენად ჯერა რომ ესეთი შეხვედრა ახლა შედგება, ნაკლებად ვერ წარმომიდგენია. მე მგონია რომ ჯერ ივანიშვილი ვერ გძნობს, რომ ის უკვე წასული არის, მაგრამ დადგება ეგ მომენტი, მაგას რო ჭირდება, მაგას ჭირდება კიდე პროტესტის გაგრძელება, დადგება ეგ მომენტი აუცილებლად, როდესაც ის იგზნობს, რომ მისი დრო დამთავრებულია, მას დაჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და ის დაჟევა მოლაპარაკების მაგიდას.
პასუხი პრეზიდენტისთვის ან პოლიტიკური ოპონენტებისთვის ამ დრომდე არავის შეუთვლია. არც ადრესატს და არც მის რომელიმე ხელქვეითს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ივანიშვილი დუმილს ჯერ არც მათ გასაგონად არღვევს. საკუთარი მოქალაქეებისა თუ საერთაშორისო პარტნიორების მიერ იზოლაციასა და წნეხში მოქცეული ქართული ოცნება თავს ამ დრომდე 20 იანვარსა და თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული მოლოდინებით იმხნევებდა. დღეს აღარც ესტონია ძველებურად ოპტიმისტური. არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე. დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. რას ნიშნავს შეცვლილი ტონი და ოლიგარქის დუმილი? ეს უახლეს დღეებში გაირკვევა. ორბელიანების სასახლიდან მიცემული დროისათვლა დაწყებულია და ის 29 დეკემბრის დადგომამდე ამოიწურება.